მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება ხმოვანი შეტყობინება ჩემი საყვარელი ადამიანისგან. კონცენტრირდით თქვენ საყვარელ ადამიანზე, წარმოიდგინეთ მისი სახე, მისი ხმა. მე კი დავიწყებ გაშლას. ვიდრე გაშლას დავიწყებდე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეული პოზიტიური კომენტარისათვის, პოზიტიური გამოხმაურებისათვის, ლაიქისთვის, ჩემი არხის გამოწერისთვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რომელსაც მე და თქვენ ვატრიალებთ ერთად ჩემს არხზე. ეხლა კი დავიწყოთ გაშლა. რას გვეტყოდა ადამიანი? მოდი ჩავიხედოთ მის ქვეცნობიერში, გნებავთ არაცნობიერში, ვწოდოთ ასე. და მის ცნობიერშიც და რას გვეტყოდა, მე გავახმოვანებ მის ნათქვამს. მითხარი სიმართლე. მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. დარბელი სიმართლეს გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მაქვს ისეთი პოზიცია დაჭერილი, რომ თითქოს სულ ერთია ეს ურთიერთობა ჩემთვის, თითქოს სულ ერთი ხარ შენ სინამდვილეში, მე ძალიან მენატრება ერთად გატარებული დრო, ზეიმი, ხიარულება, ის ემოციები, რასაც შენთან ერთად განვიცდიდი. შესაძლოა ეხლა შენს მიმართ გულგრილობას ვამჟღავნებ, შესაძლოა დისტანცირდი, მაგრამ მე ისევ მინდა, რომ ჩვენ შორის ისევ ის ბედნიერი ემოციები სუფევდეს, რაც იყო. მუშაობ, ძალიან ბევრს მუშაობ. მინდა იცოდე, რომ მე მაქვს შენს მიმართ გრძნობები და მე ვფიქრობ, რომ შენ ხარ მიწაზე მყარად დგომი ქალი, რომელიც კარგად აბალანსებ ერთმანეთში მატერიალურ და სულიერ მხარეს. ხარ თვითკმარი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული. ბევრს მუშაობ შენს თავზე, შენს განვითარებაზე. მეც ბევრს მუშაობ. მიყვარ ხარ და ჯერა, რომ შენ ხარ ჩემი საბედისწერო ქალი, რომ ჩვენ შეხვედრაში უმაღლესი ძალები არის ჩარეული. კი, მე ხშირად მანიპულაციებს მიმართავ, ხშირად გავდივარ ურთიერთობიდან, იმიტომ რომ მე მინდა გამოვიწვიო შენში სიყვარულის ემოციები, მონატრების ემოცია. მინდა გაგიმძაფრო უფრო ეს გრძნობა და უფრო მომეჯაჭო. მოჯაჭვული იყო ჩემზე, ჩემს გარეშე არ შეგეძლო სუნთქვა და როდესაც მე გამოვჩდები შენს ცხოვრებაში, ყოველი წასვლის მერე დამხვდე თბილად და გამოხატო ეს შენი მონატრება. მე ამ ემოციის მიღება სიამოვნებს და მჭირდება. გრძნობები მაქვს. დავტოვე ურთიერთობა, მაგრამ ეს იყო ძალიან მტკივნეული ჩემთვის და ვიცი, რომ შენთვისაც. მაგრამ მე მინდა მოგწერო. და თუ გინდა მიწერო, რატო არ წერ? იმიტომ რომ ველოდები, რომ შენ მომწერ პირველი. კონკურენციის გრძნობა მაქვს. მომწონს ეს თამაში, აზარტი. და ველოდები, რომ პირველი შენ მომწერ, რომ ამით გავიმარჯო, გამოვიწვიო შენში ემოციები, უფრო მომეჯაჭო და გამოვიდე გამარჯვებული ამ სიტუაციიდან. მაგრამ მე ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. ეს ურთიერთობა არ არის ჩემთვის მარტივი, შენი ეს სიცივე
მანგრევს, კლავს. ძალიან რთულია. მიუხედავად ჩემი მანიპულაციებისა, შენ ახლა დაიკავე ისეთი პოზიცია, თითქოს სულ ერთი ვარ შენთვის. გადაჭერი ყველა გზა, გადამიჭერი ყველა საშუალება შენთან მოსვლის. გაცივდი ისე, როგორც არასდროს. და ეს ყველაფერი მე ძალიან მანგრევს და ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. მენატრება ჩემი იმპერატრიცა და მინდა მასთან მქონდეს ჰარმონიული ურთიერთობა, სტაბილურობა. მეც მჭირდება სტაბილურობა, ოჯახი, სიმშვიდე და სიმყუდროვე. თუ ეს ყველაფერი გინდა, მაშინ რა საჭიროა ამდენი მანიპულაციები ისთვის? თუ ესე ძალიან გიყვარს, ეს მანიპულაციები და ესეთი ფორმის ურთიერთობა საჭიროა ჩვენი ორივეს. ამ წუთას მგონია, რომ ეს შეტყობინება უკვე ამ ადამიანისგან კი არა, სამყაროსგან არის, იმიტომ რომ ისეთი უმაღლესი არკანები ამოვიდა, რომ ფიქრობ, რომ სამყაროს პასუხი ამაზე, რომ ეს ურთიერთობა ესე ნენელა რო ვითარდება და ესეთი მტკივნეული რო არის, ესეთ წრეზე და ციკლური ხასიათის რომ არის, ეს ემსახურება ორივეს პიროვნულ და სულიერ ზრდას, საკუთარ თავზე მუშაობას და პირიქით ვიბრაციების ამაღლებას, რომ ორივემ ცალ-ცალკე დამოუკიდებლად შეძლოთ თქვენი ყველა პრობლემების გადაჭრა. ეს არის, ესე ვთქვათ, სამყაროს ერთგვარი გამოცდა, რამდენად შეგიძლიათ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას. ეს ყველაფერი მიგიყვანთ იმასთან, რომ დაძლევთ ყველა სახის მიჯაჭვულობას, რომელიც საერთოდ სამყაროს კანონების წინააღმდეგია ეს მიჯაჭვულობები, სამყაროს უყვარს ბალანსი. შესაბამისად, თქვენს თავში, ანუ თქვენ, როგორც ცალკეული პიროვნება, ცალკეული ინდივიდი, ცალკეული ადამიანი სხვის გარეშე შეძლებთ არსებობა სამყაროში. ეს ყველაფერი ხდება თქვენი გაძლიერებისთვის, თქვენი სიმტკიცისთვის, რომ ჩამოყალიბდეთ დამოუკიდებელ, პიროვნულად და სულიერად განვითარებულ პიროვნებად, რომელიც დამოუკიდებლად სხვა ადამიანების მონაწილეობის გარეშე აგვარებს ნებისმიერ პრობლემას. და ესეთი ურთიერთობა ორივესთვის ამის მასწავლებელია. ანუ ეს ურთიერთობა არის კარმული და ეს ადამიანი თამაშობს იმ როლს, რაც უნდა ითამაშოს თქვენს ცხოვრებაში. იმისთვის, რომ თქვენ უფრო გაძლიერდეთ და უფრო თვითუკმარი, დამოუკიდებელი და დამოუკიდებელ და ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ. ახალ მაყურებლებო, გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი და მოწონების შემთხვევაში დამილაიქეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.